RIA Novosti თბილისის ოფისში რუსული კინოს ფესტივალის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა. ორგანიზატორები და კინორეჟისორები საქართველოში გატარებულ 4 დღეს ცხოვრებასა და შემოქმედებაში საეტაპო მნიშვნელობას ანიჭებენ. პრესკონფერენციაზე ორი ქვეყნის ურთიერთობების აღდგენაზეც ისაუბრეს, როგორც ფესტივალის პროგრამების დირექტორმა ვიაჩესლავ იურევიჩმა აღნიშნა, მათი მიზანი იყო, რომ გარკვეულწილად დაწყებულიყო დიალოგი ხელოვანებს შორის და მას დიდი იმედი აქვს, რომ მომავალ წელს მოსკოვში ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება. რუსული კინოს პირველი ფესტივალი კი თბილისში 4-დან 8 ნოემბრამდე გაგრძელდა. ფესტივალის პრეზიდენტი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი იყო. 4 დღის განმავლობაში კინოთეატრ რუსთაველში წარმოდგენილი იყო 30-მდე მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმი. ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ეს ფესტივალი შედგა ურთიერთობა კოლეგებთან, კინემატოგრაფებთან და მაყურებლებთან. ეს ყველაფერი ხდებოდა არაჩვეულებრივ კინო რუსთაველში. ჩვენ არ გქონია არც ყურადღებისა და არც მაყურებლის კეთილგანწყობის ნაკლებობა. კარგი იყო პროფესიული ურთიერთობებიც. ფესტივალი შეგვიძლია შევაფასოთ როგორც წარმატებული ღონისძიება, ამაზე მეტყველებს ის რაც ჩვენ მოვისმინეთ მაყურებლისაგან, ფილმისტომრებისგან, პირადად ჩემი აზრიც არის, რომ ეს ძალიან საინტერესო იყო და მოხდა ასეთი კულტურული ურთიერთგაცვლა, კულტურული კონტაქტი და ვფიქრობთ, რომ ეს უნდა გაგრძელდეს.